ადრეულ ასაკში მოსულმა პოპულარობამ ზედმეტად თავდაჯერებული გაგხადათ? არა, პირიქით. აი თუ რამ კომპლექსი მქონდა ცხოვრებაში, ყველაფერი იყო ცოტა ზედმეტი და ადრე მოსული პოპულარობიდან გამომდინარე, იცი? კომპლექსები რაში გამოიხატებოდა? აი კომპლექსი იყო ალბათ. აი თან ეს არ იყო მარტო საქართველოს მასშტაბით. ეს იყო სრულიად საკავშირო პოპულარობა, რომელიც ახლა პატარა ბავშვისთვის ცოტა მართლა დამანგრეველი და ძნელია. მე კიდე კარგად გამოვძვერი ამ ძალიან დიდი ვარსკვლავური ბავშვობიდან, იცით? ამაში დედა და მამა ძალიან დამეხმარნენ. რას გეუბნებოდნენ? საერთოდ არ იყო ამაზე აქცენტი, მე უნდა მესწავლა კარგად, გადარეული ვსწავლობდი, 4-იანი არ მიმიღია და ოქროს მედლით დავამთავრე სკოლა, 2 წითელი დიპლომი მაქვს კონსერვატორიის და ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი, რომ მე უნდა მესწავლა ძალიან კარგად. და აქედან გამომდინარე, ესეც რაღაცა კომპლექსების რღვევა იყო, როდესაც უნდა მესწავლა, რატომ მიმეღო ხა მარტო 5-ები მათემატიკაში და ქიმიაში, ხო? რა მოხდა 4 რომ მიმეღო, მაგრამ არა. რაღაცას უმტკიცებდი ჩემ თავს, რომ იმ პოპულარობამ და იმ რაღაცა აი სიმღერაში დაუშვათ რაღაცა ნიჭმა მე არავითარი შეღავათი არ მომცა სხვა რაღაცეებში და პირიქით უნდა ვიყო კარგი ყველაფერში. ესეც კომპლექსია მე რომ გითხრა. პოპულარობამ ბევრ რამეს შეგიშალათ ხელი. სხვადასხვა შემიშალა, ბევრ რაღაცა მომცა, მაგრამ ბევრ რაღაცაში შემიშალა კიდევაც. აი მაგალითად, როდესაც რეზო გავიცანდი და რეზოს არ უნდა მომღერალი ცოლი, ეს იყო ჩემთვის სერიოზული რაღაცა რატომ არ უნდა? პრობლემა. რატომ არ უნდა მომღერალი? მას კითხეთ, ქართულ მამაკაცებს არ უყვართ საერთოდ გამოჩენილი პოპულარული და შემდგარი ცოლები, ეს ფაქტია. არც მას არ უნდა და მე უკვე ნერვებს მიშლი და ეს ჩემი უკვე არსებული პოპულარობა როდესაც ვეღარ უშვებოდი, იმიტომ რომ იყო. მეუღლის გამო სიმღერას თავს დაანებებდით? ეს ხაში შევპირდი. იყო ასეთი პირობა, რომ მოდი რა ოჯახი თავარია და არ ვიბღერებ თუ შენ არ გინდა, მაგრამ გამოდე რომ მოვატყუე. არაფრით არ შემეძო, თვითონ მიხვდა მე რომ ეს იყო შეუძლებელი რომ მე არ მემღერა და მე კი არა თვითონაც ამღერდა და ერთადაც მღეროდით ცოტა ხანი კიდევ. არ ამღერდა, არა, მანამდე მღეროდა კვარტეტ თბილისში, მოგახსენებთ ერთად მღეროდით, მაგრამ მე დავანებეთ თავი გვეგონა, მაგრამ არ გამოვიდა. ეჩვენოდა? ცოტა. როგორც ყველა კაცი საერთოდ არ უყვართ პოპულარული ესეთი ცოტა გამოსაჩენი ცოლები, კაცები, ქართველ კაცებს გიყვართ ცოლის სახლში, ხო? გადასამალი. გათხოვების შემდეგ მართლა არ იწმევდით მოკლეკაბებს? მართლა არ ვიცმევდი, არ მაცმევდა, არ უყვარდა რომ ეცვადა ახლა ვიცი, მე კონფლიქტ ადამიანი ვარ, როცა შეიძლება დათმობა, ვთმობ, მაგრამ ნუ რაღაცა პერიოდის მერე უკვე ეს გადის ხოლმე ეს სიმღერის არ იყოს, ხო? შევპირდი და მე აღარ შევასრულე, თუმცა ეს აღარ იყო კონფლიქტის საბაბი. ასევე იყო მოკლეკაბა. თქვენი მეუღლე რო ვერ შეგუებოდა თქვენს კარიერას და პოპულარობას, დათმობდით? ნიკა, იცი როგორ იყო? თავიდან ალბათ დავთმობდი. იმიტომ რომ სიყვარულს ხო რაღაცა ფაზები აქვს, რაღაცა ეტაპები აქვს და ამიტომ თავიდან გონია რომ ასეც არის. სიყვარული რა არის? სიყვარული, არ ვიცი ეკითხვა გაქვს თუ არა, მაგრამ მე აქ გაგცემ პასუხს. სიყვარული ჩემი აზრით არის მდგომარეობა, როდესაც იმ ადამიანის გარეშე არ შეგიძლია. ან ხარ ბევრად უფრო ცუდად, ვიდრე იმ ადამიანთან ერთად. ამიტომ ყველაფერს თმობ, ოღონდ მასთან იყო. ჩემთვის ეგ არის სიყვარული. როცა სულ ერთია ის არის თუ არა და იცი რა, მოდი ახლა მე ჯერ ვიმღერებ, მე მეგობართან წავალ და მე მოვალ სახლში და გადავკოცნი, ეს ჩემთვის სიყვარული არ არის, ეს რაღაც ჩვევა, რაღაც შემდეგი ამბებია. სიყვარულმა ლექსების წერა დაგაწყებინათ? კი. პირველი ლექსი გახსოვთ? მე შემიყვარხარ სულ სხვანაირად, ეს სიყვარული სხვისას არ აკავს, უშენოდ გავარ უმზეო მთვარეს, მთვარე უმზეოდ ნათელს დაკარგავს. ეს გადარეული შეყვარებული ვიყავი და დედაჩემს მამჩემს უკვე სერიოზულად, ძალიან პესიმისტურ ლექსებსაც წერდი, რომ უშენოდ რაღაც არ ვერ ვიცოცხლებ და არ მაქვს შანსი გადარჩენის. ნუ ეს რეზო რო შემიყვარდა ვიყავი. რეზოს უკითხავდით თავად? აბა რა შვებოდი. უკითხავდი და იუმორით ატარებდა. რეზო ყველაფერს საერთოდ იუმორით ატარებს. იუმორში ძალიან უყვარს გაშაყირება და გაბიაბურება. ამ დიდი და ნათელი გრძნობისაც კი. ადრეულ ასაკში ვნების გამოთხოვდებიან? კი. ადრეულ ასაკში ძირითადად გოგონები თხოვდებიან ვნების გამო. მე მგონი, ხა თუ იქ არა რაღაც ანგარიში, ანგარება და ვიღაცები თუ არა ჩარეული, თუ არ ათხოვებენ და სიმახინჯე თუ არ ხდება, ხო? რომელსაც სადღაც ტრადიციას უძახიან. მე მგონი ეს შეცდომა არ არის? ეს არის უზარმაზარი შეცდომა, რომელსაც არაფერს საერთოდ ტრადიციასთან არ აქვს საერთოდ. სიყვარულში ყველა ნაბიჯს გამართლებლად მიიჩნევთ? არა. არის ნაბიჯები, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს, ამიტომ ჩემთვის ეს მაგალითად იქნება გამართლებული. მაგალითად მე ვიცოდი პატარობიდან, რომ არავითარ შემთხვევაში არ შემიყვარდებოდა ცოლშვილიანი მამაკაცი. ურავის ეწყინება, მაგრამ ეს მე ვიცოდი. და რეზოს რომ მოეყვანა ჩემზე ადრე სხვა ცოლი ის ჩემთვის დამთავრდებოდა. ნამდვილად, სულ სიცოცხლის ფასად დამჯერმოდა და დამჯდომოდა ეს ამბავი, მე ამას არ გავიგე. არის რაღაცები, რაც არ არის გამართლებული. თუმცა ბავშვები, რაღაცა უბედურება, იმათი ცრემლები, მე ამის წარმოდგენა რომანტიკული არა ვარ, მაგრამ ცოტა სენტიმენტალური ვარ, მე ამის წარმოდგენა არ შემიძლია. ჩვენთან ისეც ხდება, რომ გათხოვილი შეიძლება იყოს ქალი და მაინც ცდილობდნენ თავი მოაწოდონ.
თქვენ შემთხვევაში ასე იყო? კი, მეც ხანდახან მე პრანჭები ამგრძნობ. მამაკაცებს ხო იცით, ქალებზე ამბობ, ჭკუ არა აქვს, მაგრამ ძალიან ხშირად კაცებსაც არ აქვს, მაინც ჭკუ არა. ყოფილა ესე შემთხვევები, რომ აი ძალიან თავგამოდებით გამპრანჭვია. როგორი რეაქცია გაქვთ? მეცინება, ძალიან საყვარლები არის. მნიშვნელოვანი კონცერტის წიხმა დაგიკარგავთ? 8 წლის ვიყავი, როდესაც პირველი სოლო კონცერტი მქონდა სპორტის სასახლეში. ეს იყო საოცარი ამბავი, ესეთ არნახული მანამდე, გპ-ის ორკესტრთან ერთად, ჯერეროში არ უმღეროდი და მაქვს სოლო კონცერტი სპორტის სასახლეში და წინა დღეს საერთოდ ჩამივარდა ხმა. მანამდე გითხრა არ მომსვლია, პატარა უმღეროდი და ძალიან ხშირად. არ ვიცი, ეს ისეთი უბედურება იყო, ჩემი თავი აი მახსოვს, პატარა ვიყავი, მაგრამ წარმოიდგინე, რაღაცა 8000 ბილეთი გაყიდულია და მე აი საერთოდ ვერ ვლაპარაკო. არ ვიცი რა გააკეთა დედაჩემმა, რა იჯადოქრა, რა წამიყვანეს, მომიყვანეს სახში ექიმი, მეც რაღაც წამიყვანეს ლარინგოლოგთან, რაღაცეები. აი, რომ ელემენტარული ხმა მომივიდა და აი ვერ წარმოიდგე, რით ვიმღერე, არ ვიცი, მაგრამ ვიმღერე ეს კონცერტი. რა თქმა უნდა, ისე არა, როგორც ახლა მომქონოდა ჩვეული ხმა, იმით ვიმღერებდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ჩამივარდა ხმა, არ გავაფუჭი, არ სიცხიანმა. 39-იანი გავედი სცენა, ძალიან უდავად მოხსნა დედაჩემს და მამაჩემს კონცერტის. რა მოხდა, მაგრამ მახსოვს დირექტორი მოვიდა, მარაფრით არ გამოდიოდა და ძალიან მთხოვეს, რომ ჩამეტარებია ეს კონცერტი და იძულებული ვიყავი და ჩემ წარეთ მახსოვს ძალიან. კითხავს, ყავის ჭიქაში თქვენი მომავალი დაუნახავს? კი, ბავშვობაში თუ დავდიოდით კითხავთან, აცლეთში ვსწავლობდი და იქ დაწმინდაზე 5 მკითხავი იყო, პერიოდი 1 იყო პოპულარული, მეორე დღეს გავარდებოდით, არა ის უკეთესია და ჩემი ეს ისტორია, რომ რაღაც რეზოსთან ხან ჩხუბობდით, ხან აი ამ ნიადაგზე, რომ რაღაცა ვიმღეროთ, არ ვიმღეროთ, ვიყოთ ერთად, არ ვიყოთ და ეს იცოდა მთელმა თბილისმა. მე ისეთი მიამიდი და ჩურჩუტი ვიყავი, რომ ჩაიხარ რ ნუ ესე ვეცემოდი, რომ რა მაგარი მკითხავია, რომ გამოიცნო, რომ მიყვარს რ. ან რაღაც ისულელია, რა თქმა უნდა, რაც ცოტა ჭკუაზე მოვედი და ჭკუაში ჩავარდი, აღარ ყოფილიყავთ. რა სიტყვიან მეზობლები? ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ზოგადად რას ამბობს ხალხი ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ სოციუმში ვცხოვრობ, ხო? მე არა ვარ ადამიანი, რომელიც აი სულ არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვი, მაინტერესებს. პირველ პლანზეა მათი აზრი? არა, პირველ პლანზე არის ჩემი კარგად ყოფნა და ჩემი შვილების და შვილიშვილების. აი ეს არის ყველაზე პირველ პლანზე. მაგრამ სწორედ იმიტომ რომ მე კარგად ვიყო და ჩემი შვილები და შვილიშვილები, მნიშვნელოვანია რას ვფიქრობს ჩემზე ხალხი. ეს ერთ-ერთი კომპონენტია იმ კომფორტისა, რომელსაც მე განვიცდი ჩემ ქვეყანაში და ჩემ ქალაქში ცხოვრებით და მანიჭებს ეს ყველაფერი აი ამ ძალიან დიდ სიხარულს. უმუშევრობას დეპრესია გამოუწვევია? უხასიათობა, პროტესტი, მართლა პროტესტი, იცი რატომ? ის ადამიანები, ვინც აზრზე არ არის, აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც მე ძალიან კარგად ვიცი და იყვნენ ისინიც, მაგრამ მეც ხო შეიძლება რაღაცა რომ გამაკეთებიონ, ჭკუ ამკითხონ, საქმეს წაადგება გარდა იმისა, რომ მეც დავკავდები და ჩემ ენერგიას რაღაცას გამოვიყენებ რაღაცაში, ხო, ვიღაცას გამოვადგები. ჩაიკეტეთ ამ პერიოდში, როცა იმუშაობთ? არა, ჩემ ჩაკეტვა არავინ არ იოცნებოს, ეგ გამორიცხულია. პირიქით უფრო აქტიური ვხდები. აი ხაც ეგ პერიოდი მაქვს ამჟამად, ბოლო სამსახური მე თვითონ ჩემი სურვილით დავტოვე, იმიტომ რომ მე ვერ ძლებ არაკომფორტულ გარემოში. 27 წელი პირველ არხზე იმიტომ ვიყავი, რომ ეს იყო ჩემი მეორე ოჯახი და მგიჟდებოდი ქაურუბაზე, მაგრამ ორჯერ წამოვედი ჩემი ნებით, იმიტომ რომ ერთხელ რაღაცეთი სიტუაცია შეიქმნა, მეორედ სამეურვეო საბჭოში ვიყავი და იქაც წარმოუდგენელი და აუტანელი სიტუაცია შეიქმნა და ეხლა კიდე რაღაც სხვა სამსახურიდან წამოვედი. ის რაც ვიცი კარგად და სხვებზე უკეთ, რა თქმა უნდა გული მწყდება, რომ ეს არ მაკეთებიებ. ტკივილი, რომელიც არასოდეს გაგივლით. რა ვიცი, ერთი წლის წინ მამა დავკარგე და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი. მესმის რომ ჩემ ასაკში მამები და დედები აღარ ყავთ, ეხლა დედიკო ცოცხალია, კარგად მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ ამით, მაგრამ ისე ვიყავი მიჩვეული ნიკა აი ამ დედას და მამას, ჩემ თავი პატარა მეგონა და მეგონა რომ სულ ასე იქნება და უცებ რომ მამა მართალია უკვე საკმაოდ ხანდაზმული 85 წლის, მაგრამ არ იყო ის ჩემთვის ხანდაზმული. ის იყო პატარა ბიჭი, რომელიც მანქანას მართავდა, სამსახურში დადიოდა, კარგი ჩაცმა უყვარდა, ცოტა კიდე იპრანჭებოდა, კარგი თამადა იყო და იყო ჩვეულებრივი, აბსოლუტურად აი ესეთი სრულყოფილი ადამიანი და რატომ მომხდარიყო ეს ვერფთვერგებულო. ძალიან წყინის და დღემდე აი ერთი წელი გავიდა და ვერაფრით ვერ ვეჩვევი ამ აზრს, ვერაფრით. ტრისთვის სამაგიერო გადაგიხდიათ? ძალიან მინდა ხოლმე, მაგრამ ვერ ვხდი, არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო ეგ, იმიტომ რომ აი ვიცი რომ ძალიან დამიშავა, ვიცი რომ აი მტერია და მე მტერება და ყველაზე სამაგიერო შეიძლება მივსულ ვარ და მithქვამს რომ რას მერჩი, რა გინდა გამაგებიე, რა დაგიშავა. ამას გამბედაობა ჭირდება. ეს გამიკეთებია.
აი რატო ამომიღე იმ კონცერტიდან, როცა მე ვიცი რომ იმ კონცერტში ვიყავ. მაგრამ იცი არ მინდა ეს სკანდალური ისიც იყო მომღერალი, რომ ამას ვარკვევ ვინ რატო ამომიღო. ამომიღო არა უშთ, მე თო გავაკეთებ რაღაცას და იქ ჩემთან ჩავსვავ რამენაირად, მაგრამ წყლის ესეთი რაღაცა. მაგრამ სამაგიერო რომ მეც იქ სადღაც ინტრიგა დავხლართო, პირში ვეტყვი რომ შენ ყოფილიყარ ჩემი მტერი, რა გეწყინა, გამაგებია ჩემგან. ეს სხვა თემაა, მაგრამ სამაგიეროს გადახდა დედა მომიკვდეს, არ ვიცი როგორ უნდა გადაუხადო. ამას ცოდნა უნდა. როდის გიჩნდებათ აღსარების ჩაბარების სურვილი? ვაიმე რართული თემა, არ ჩამიბარებია აღსარება. არასოდეს? არა. აი ჩემი ჭკუით ვმარხულობ, ჩემი ჭკუით რაღაც პირდაპირი ურთიერთობა მაქვს. ვიცი ესეც სისულელი ამის თქმა არ შეიძლება, მაგრამ არ მყავს მოძღვარი. მცადე რამდენჯერმე და არ გამომდის. მოძღვარი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც შენი სულის გამზიარებელი კი არა, რაღაცა ნაწილად იქცევა, რომელსაც არაფერს არ უმალავ, რომელიც აი შენი უახლოესი ადამიანია, მე საერთოდ არა ვარ ძალიან მიმდობი. რაც არ უნდა მართალი იყო და რაც არ უნდა კარგად ცხოვრობდე და სამალი არაფერი გქონდეს, მაინც ადამიანები ვართ, ხო? აი ბოლომდე მეგობარს რო უყვებიან რაღაცა ყველაზე თავისას და ინტიმურს. არ მიმაჩნია, ახლა მე დღესაც ძალიან მადლობელი ვარ შენი, რომ არა გაქვს აქ რაღაც ძალიან ისეთი არ ვიცი აწირა მელოდება, მაგრამ ისეთი კითხვები, რაც არ არის ორ ადამიანს იქით უკვე გასარჩევი და სალაპარაკო ხდები და აი მოძღვარს ამას ყველაფერს რო ანდობ, შენ სულს რო გადაუშლი, ის უნდა იყოს უზადო, საოცარი პიროვნება და შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ და ჩემთვის ძალიან სავალალოდ მე ჯერჯერობით ასეთი მოძღვარი არ შეხვდა. ვინმეს უცდია თქვენი ოჯახის დანგრევა? ახალი ცოლ-ქმარი რო ვიყავით მე და რეზო, აი პირველი 10 წელი. ჩემი დედამთილი საყვარელი სვიძახოდა რა. კაც კიდე დამირეკეს და მითხრა, "გაშორდე რეზო და ირმა, მაცაცომ მე მქვია სახში." "გაშორდე რა უნდა არ ვიცი, ჭორებს ყრიდნენ რაღაცნაირად, რომ მე ჭორები ბავშვობაში არ მაკლდა რაღაცებს უმიგონებდნენ ატომყაც, ხო, ეგ დამავიწყდა ბოროტება. ყველაზე მზაფრად რომელი ჭორი დაგამახსოვრდათ, გახსოვთ? მე 12 წლის რო ვიყავი, საშინელი ჭორი მომიგონეს, როგორც მე გავარკვიე ეს უშიშროების სამსახურში, მე კი არ მომიგონეს, სხვა ადამიანს მოუგონეს, რომელმაც თვითონ მე მომიტაცა და მას რაღაცაში უნდათ, რომ ბრალი დაედოთ, ეთქვა პედოფილიაში თუ არ ვიცი რაში, და ხა უბრალოდ ბავშვი ვერ ახსენეს. და პოპულარული ბავშვი ვინ იყო, მე ვიყავი და ესე გამწირეს. ეს იყო ყველაზე დიდი შოკი ჩემთვის. 12 წლის ვიყავი და მე მაშინ არ ვიცოდი რა ხდება. რაღაცა მესმოდა ხალხი მოდიოდა, მნახულობდა ტელევიზორში გამომიყვანეს, რაღაც ამის გასაკარწყე. მაგრამ აი აგენტურა იყო პირდაპირ, ზოგი ავტობუსში ქალები ყვებოდნენ, რომ ვაიმე მოიყვანეს პირდაპირ ბავშვი ეკტებოდა, სისხლისგან იცლებოდა. მე ბიძა ჩემი შეესწრო ერთ ამბავს და ესე აი ბუზი არა უფრენია, მართლა ისეთი ცოცხალია დღეს აქ ჩემი შოტიკო. და მივედიო და ეს ხელები მოვკიდეო, რომ აი გაგიყვანთ და ჩემთან არის ბავშვი და გაჩვენებთ, რომ სახში რას ყვებით ქალბატონო, რას ყვებითო და ნუ გაიპარა და გაიქცა. არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ ერთი საოცრად კარგი ადამიანის დისკრეტაციისთვის არც მინდა თქვა ვისთვის. მე ეს ყველა სახს ახსოვს, ასე რომ ვისაც ახსოვს გაახსენდება. ეგ ყველა საშინელი ჭორი. ხო და რაც შეეხება ჩემი და ჩემი ქმრის ოჯახის დანგრევას, აი ჭორის დონეზე კი იყო ხშირად. ეთქვა სურვილი იყო რაღაცა, რომ არ შეიძლებოდა ჩვენ ერთად ყოფილიყავით. ეხლა რეზო ძალიან კაი ბიჭი იყო, ძალიან ბევრ გოგოს მოწონდა. შეიძლება ვიღაცა სათავისოდ უნდოდა და ამ ჭორებით რაღაცის თვითონ რაღაცის მუსირებას ცდილობდეთ, მაგრამ რა ვიცი, 42 წელი ხდება უკვე რაც ერთად ვართ. მესამე პირი არ ჩარეულა. ჯერჯერობით არა, არ ჩარეულა ნამდვილად აქტიურად, არავინ არასდროს და არ ვიცი, აწირა არა მგონია. სექსი ურთიერთობას ამყარებს? სექსი ურთიერთობას ძალიან ალამაზებს. წარმოუდგენელია სექსის და ბუნების გარეშე, ხო? ეს არის გვირგვინი იმ ურთიერთობის, რომლის გამოც მამაკაცი და ქალი არიან ერთად და როგორც ჩვენ საუბრის დასაწყისში გითხარი, უიმ ადამიანად არ შეგიძლია. იმასთან ერთად გინდა ფილმის ყურება, სიცილი, რაღაცის მოყოლა, სადილის მომზადება, მერე ვახშმის მირთმევა და სექსი და ყველაფერი გინდა მხოლოდ იმ ადამიანთან. ასე რომ ეს არის აუცილებელი და ულამაზესი კომპონენტი. ეჭვიანობა სიყვარულის განუყრელი მეგზურია? არა, სულ არა. აი არასდროს არ ყოფილა ეჭვიანი. მიუხედავად იმისა, რომ როგორც გითხარი, ძალიან კარგი ბიჭი იყო რეზო, ძალიან პოპულარული, სამაგოგომ თვითმკვლელობის ცდელობა ჩაიდინა, მე რეზომ რომ მომიყვანა. მართლა, ესმა ვენები გადაეჭრა, ორმო რაღაცა დალია, წამალი. ნუ, კი არ მოიკლეს თავი, გადარჩენს ყველა ღვთისმადლით, თორემ მე არ ვიცი რა მეშველებოდა, რადგან ცუდი რომ მომხდარიყო. ამ ხელა ტვირთით ვერ შექმნი ოჯახს ხო და ვერ იცხოვრებ. მაგრამ ეჭვიანი მე არასოდეს არ ყოფილა. მესმოდა იმათ. ნუ კაი ბიჭია და მოწონთ ხა რა ვქნა რა ჩემ ბრალი, არა რეზოს ბრალია. აი რეზო იყო ეჭვიანი. რეზო ძალიან ეჭვიანი იყო პირველი 10 წელი შემჭამა ისეთი ეჭვიანი. 20-ც კი, ნუ ხუმრობ რა ესეთი ფიგურალურად ორი ქმარიც კი შეიძლება ითქვას რომ ყავდა მეთქი, იმიტომ რომ 20 წელი იყო ოტელოდ, მეორე 20 წელი არის ნორმალური ძალიან კარგი
ბიჭი. ეს ეჭვიანობა არ გლიდათ, ხო არ ფიქრობდი დაშორებას? ნიკამ გლიდა კი არა, აი ჭკვიდან გადავყავდი. ფიქრობდი, ერთი პერიოდი უკვე ფიქრობდი, რომ ეს თუ ასე გაგძელდა, მე აღარ მქონდა არავითარი ენერგია და რესურსი, რომ ამაზე კიდე რაღაცა ახსნა გამარტივებ. საშინელია, ნუ რაღაცა მართალი ხარ, ვიღაცამ რატო შეგხედა, შენ სადღეგრძელო რატო და აი ამაზე შეეძლო სერიოზული კამათი გამოეწვია ოჯახში. ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი. და მე მიხვდა თვითონაც რომ შეიძლება და ცოტა მოკლე კავაჩი ამაცვა და რა ვიცი. როდის ნელდება სიყვარული? სიყვარული ნელდება არა, სიყვარული იცვლება. სიყვარულს აქვს რამდენიმე ფორმა. აი პერიოდი აქვს, როდესაც ახლა შენეჭვიანობა თქვი ხო, მე ერთხელ ფიგურალურად თქვი 40 წელია უკვე ერთად ვართ. აი როეღალატა ქმარსო რა სიზამთრიო, ასეც კი მკითხეს და პირველი აწლეული აწლეულში როეღალატა ალბათ თავს მოვიკლავდი, მეორე აწლეულში მოვკლავდი, მესამეში გავშორდებოდი და ეხლა რო გავიგო რაღაცაში, აღარც გავშორდი, აღარც რეაქცია არ მქონდეს. მაგრამ ეს არ გეკნებათ რეაქცია. იცი რა, ისეთი არა როგორც თავიდან, რა თქმა უნდა. თავიდან ეს არის ცხოვრების დასასრული, რაღაცა აპოკალიფსი და უბედურება, ხო? ამის მე რაღაცა არ არის. იმიტომ რომ გიღალატა საყვარელმა ადამიანმა, რომელზეც ჩვენ ცხოვრება ააგეს საერთოდ და ყველაფერი იმის იწყებთ რაღაცას. როდესაც უკვე დასასრული ჯერ გვაშვაროს, მაგრამ უკვე რაღაცა სიმშვიდისკენ მიდიხარ. სულ სხვა ურთიერთობებია, დობაც მეტია. ხვდები, აი არ მგონია მე რომ ამას რაღაცა დიდი ის კონდეს უკვე მნიშვნელობა. ღალატს არა, ღალატი არ ვიცი, ალბათ სისულელია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეჭვიანობის დრო აღარ რჩება. სექსუალურობა შოუ-ბიზნესში უკეთესად იყიდება? კი. სექსუალურობის გარეშე ძალიან ძნელია დღეს რაღაცა გააკეთო. შოუ-ბიზნესში კი არა. ხო, ნუ შოუ-ბიზნესის ნაწილია თუნდაც სერიოზული მუსიკა, ხო? კლასიკური მუსიკა, იქაც კი, აი ჩვენ ვხედავთ ოპერის მომღერლებს, პიანისტებსაც კი, ვინც აი ძალიან თამამ სამოსში და კაბებში წარმოჩინდებიან ჩვენს წინაშე, იმიტომ რომ კარგი დაკორის, კარგი სიმღერის და კარგი არტისტიზმის თამდევად არ არის ცუდი, რომ ეს თავალავს ქალს უყურებთ ან რაღაცა. მე მაგათ მომწონს, არ მაგიზიანებს. არიან აბსოლუტურად საწინააღმდეგო აზრის აპოლოგეტებიც, რომ რა შუაშია საერთოდ აი კლასიკურ ვიოლინოსთან ან ფორტეპიანოზე დაკვრასთან რა შუაშია დეკოლტე ან ზურგამოჭრილი კაბარდაჯექი და დაუკალი თუ მაგარი ხარ, მაგრამ ნუ დროა ასეთი, დრო შეიცვალა, მოთხოვნები შეიცვალა და ეხლა სულ რომ მარია კალასი იყოს მომღერალი, ისიც კი უნდა უფრო სექსუალური იყოს, ვიდრე მარია კალასი თავის დროს. სცენაზე ნასვამ მდგომარეობაში გამოსულ ხართ? სცენაზე ერთადერთხელ გამოვედი ნასვამ მდგომარეობაში. ეს იყო აი მაბედი 90-იან წლებში, რუსთავში კონცერტი გქონდა და ართმევოდა რა თქმა უნდა დარბაზი, იყო გამყინვარება და ერთ-ერთმა მონაწილემ მოიტანა არაყი. ნუ ყველამ ჩამოასხეს დალიეს საერთოდ ეხა ვიტან რომ თქვა რომ აი ვერ ვსვავდა ვითიშები და ვიძინებ არა ასე ძალიან კარგი ბაბუაჩემი იყო მეღვინე პეტრე სოხაძე ცნობილი მეღვინე სამტრესის მმართველი დიღმისაცელი მეურნეობის დირექტორი და საერთოდ შემქმნელი და ის მასმევდა ხოლმე წყალღვინოს ბავშვობაში წითელ ღვინოს ერთ კოვს მისხავდა ღვინის ჭიქა წყალში დედაჩემს ვაპროტესტებდა რომ მამა ბავშვი მიეჩვევა ღვინოს არა ეს არის ჯამრთელობა გადასარევია და მართლა გაი თავის დაწურულ სუფთა ღვინოს ბაბუაჩემ ფენომენალური ადამიანი იყო სხვათა შორის და მის აქვე გეტყვი მის აი საცილ მეურნეობაში მოყავდათ ყველა ვინც კი ჩამოდიოდა საბჭოთა კავშირის და მსოფლიოს მასშტაბით ის იყო კოსმონავტები ფიდელ კასტრო ხრუშჩოვი სულ მოდიოდნენ მე ყველას უმღეროდი ესეც საჩვენებელი ბავშვი ვიყავი ხო და დალიო ხელი მქონდა როგორც აი გაყინული გიტარაზე თუნა მემღერა რაღაცა სიმღერა და აი ვერ ვამოძრავებ ამ გრიფზე ამ თითებს და დავლიე ისე გავთფი მეორეც დავაყოლე და გავედი სცენაზე და თბილი კი მაგ ხელებ, მაგრამ ვაცილებ საერთოდ სხვაგან ვარ. რა ვიმღერე რა დაუკარი, რა ვიბოდიალე აზრზე არა ვარ. ერთ სიმღერა ვიმღერე, მეორეზე აღარ შევაწოხე საზოგადოება, გამოვედი ეს იყო და ეს. იმის მერე მივხვდი რომ ეს არის დიდი უბედურება, როდესაც შენ ტვინს, შენ ამ საოცრად დიდ ბედნიერებას რომ საღი ტვინი გაქვს, საღი ხელები გაქვს და მართავ შენს ორგანიზმს და ყველაფერს, ხო? ამას იჩლუნგებ და იფუჭებ. ფაქტობრივად გამომდინარე არასდროს არც ურჩევ არა. ნუ ყველამ თავის საქმე თვითონ იცის, მაგრამ მე რო აღარ დავლევ არასდროს სცენაზე გასვლის წინ ვიცი. და ზოგადად ისე დამთვალ ხართ, რომ მეორე დღეს არაფერი გსვამებოდოთ. ასეთის მომხდარა კი. არ ხსომები არა, იდეალურად მახსოვდა ყველაფერი. უბრალოდ არ გინდოდათ გაგეხსენებინათ წინაღამ. იცი რა, ცუდად გავხდი უბრალოდ. კიდევ ჩავაკვდი ჩემ მეუღლეს ხელში. აი იყო ერთი ეგეთი შემთხვევა, ჩემი მეგობრების კონცერტი იყო ხელნების მუშაკთა სახლში და მივედი
სამსახურიდან ტელევიზიიდან მშიერი, საცოდავი რაღაცა და 2 საათიან კონცერტს კიდე უსმინე, საფორტეპიანო სავიოლინო დუეტების კონცერტი იყო და შამპანური ჰქონდათ და შოკოლადი, მეტი არაფერი, ფურშეტიც არ იყო და ნუ რაღაცა ეს შოკოლადი მივირთვი და დავაყოლე ერთი შამპანური, ორი და როგორ დავთვერი. მოვედი რაღაცა ისეთ ენერგიაზე, თქო შოკოლადი და შამპანური ერთად კაი არ ვიცი, ის რა გამიმეორე. შევიყვანე ყველა უკან დარბაზში, ეხლა მე უნდა რომანსების საღამო გაგიმართოთ თქო და მე ვიპრანჭე და ვიღაცებს ვეპრანჭე როგორც მახსოვს და ერთი 10 სიმღერა ვიმღე, დიდი ოვაციები და გადასარევი კონცერტი გამოვიდა. ხო შუის მაშინ არ უკრავდი რაღაც, არ ვაცილებდი ხელს. და სახში წამოვედით, ну როგორც იქნა მომიყვანა ჩემმა ქვანმა სახში, დავწეკი გავიღვიძე მეორე დილით ძალიან დიდი სერიოზული გარჩევა მოყვა ამბავს ასე. იყო ბოლო, ის მე აღარ დავილერი. მარიხუანა მოგიწევიათ? არა. მეშინია ძალიან, იმიტომ რომ მე ვიყავი მწეველი, ერთი 30 წელი ვეწეოდი სიგარეტს. და ისეთი სიმწრით დავანებე, სამჯერ დავანებე და ვერ დავანებე და ბოლოს დავანებე და აი შემეში ამერიკაში სხვა ჩვის ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა ქალმა გოგონამ, ვისთან ცხოვრობდი ერთ-ერთ ქალაქში, ძალიან კარგი მომღერალი იყო ისიც და მოეწევიო რამ სიგარეტს, ну რა არის ბოლი და მეტი არაფერი. თუ გინდაო რაღაცა სიამოვნება მიიღო, აი მომცა ესეთი პატარა რაღაცა მოგრეხილი სიგარეტი იყო. ისე შემეშინდა, იცი რატონიკა, ვიფიქრე ამასაც რომ შევეჩვიო, რომ მეწონოს და ვერე რა. დამოკიდებული გახდით. რას ლაპარაკობ? მე მაშინ ძალიან ცუდნების ყოფა მქონდა ახალგაზრდა. ეხლა ბევრად მაგარი ვარ მაგხილაც. იმიტომ რომ ძალიან საშიშროებაა, რომ აი მიეჩვიო მართლა, ხო შეიძლება ბედურებას და არა, ხელში არ ამიღე არა. კოლეგას მიზანმიმართულად თქვენს წესულში ხელი შეუშლია? ძალიან ბევრი კოლეგებსაც შეუშლიათ, ზემდგომ რაღაცა დროებით ადამიანებსაც, ვისაც რაღაცა ხელეწიფება, რომ რაღაცა გააკეთოს ან გააფუჭოს, ძალიან ბევრი ხელი შეუშლია და რომ გითხო ხშირად აფუჭებენ. როგორ რეაგირებდით ამაზე? ეხლა ცუდად რეაგირებ, მაგრამ ნუ რა ვქნა ხა. ადრე უფრო მძაფრად რეაგირებდი, შემეძლო გამომეთქვა ეს პროტესტი ან რაღაც. ეხლა უფრო ფილოსოფიურად უდგები ამ ამბავს, იმიტომ რომ რა ვქნა ხა ასეა და. აშინებდათ კონკურენცია თუ რატომ აკეთებდათ ამას? კოლეგებზე ნაკლებად მაქვს მე ახლა იცით აქცენტი. კოლეგებიც რო გითხრათ რაღაცა მე გაცილებით მეტი მაქვს გაკეთებული, შეფარო და ვამბობდი, მაგრამ ფაქტია, ნუ ჩემ ტელევიზიაში მოღვაწეობის პერიოდში ყველაზე მაგ გადაცემა გაკეთებული, ყველა მყავს ჩემ თუნდაც ოქტაგონში, ავტოგრაფში რამდენიმე ციკლური გადაცემა მქონდა მე საავტორო. მოწვეული და შემდეგ როდესაც მათაც შეეძლოთ რაღაცა გაეკეთებიათ ან მივეწიოთ, ეს რაღაცა სამაგიერო სიკეთით არ ვლინდებოდა ყოველთვის. მაგრამ ეს ისე არ მწყინდა. მე უფრო მწყინს აი ეს არაკომპეტენტურობა, როდესაც ვიღაც ადამიანები ვინ წყვეტს დაუშვათ, ვინ უნდა იყოს ეკრანზე, ვინ უნდა იყოს კონცერტში, მათგან რაღაცა გაუგებარი ხელი შეშლა. პირდაპირ ეუბნეოდით? როგორ არ დღესაც მეუბნები, დღესაც მეუბნები რომ რა არ მოგწონს, რა არ მოგეწონა. და რას გეუბნები, რა არ კონცერტი რომ გავაკეთეთ და სხვაზე კარგად რომ ვიმღერე, რა არ მეუბნებიან, როგორ მე არა შუაში ვარ, მე ვიღაც სხვა. არაინ არ გეტყვის, რომ მართლა ცუდად ვღეროდი, არ გეტყვის, რომ ცუდად ვღერიან, ცუდ კონცერტებს რო აკეთებდი, ხო და მე არც ერთს არ ვაკეთებ ცუდად, მე მგონი. გწყინდათ ეს მომენტი? დღესაც წqins. მე შემეძლო რა თქო ეხა შემიძლია მოსკოვში წავიდე, დიდი კარიერა გავაკეთო, რუსეთი დიდი არეალია და მეტია რა თქო შემოსავალიც, პოპულარობაც, ადამიანების სიყვარულიც, ეს საოცარი გამოვლენა და არტისტი მაგიტო იბადები რომ ტაში და შემოსავალი გქონდეს, ხო? ეს ორი მომენტია მაგ ძალიან მომხიბვლელი ადამიანების სიყვარული და თან კარგად ცხოვრობ. მე ორივეზე შეგნებულად თქვი უარი და დავრჩი საქართველოში. რატო? იმიტომ რომ მიყვარს მართლა საქართველოს სხვაგან ცხოვრება არ შემიძლია ეს ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. აქ ყავდა მშობლები, აქ ყავს მეუღლე, შვილები, მეგობრები, ძირი, ფესვები და ყველაფერი და ეს რომ არ დაფასდა, მოდი ამ სწვას პირდაპირ ვიტყვი, სათანადოდ მე ამაზე გული მწყდება. ჩვენ საერთოდ ქართველები ვართ ცნობები, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც რაღაც თანამდებობებს იჭერენ, თლაც ცნობები ხდებიან. მე დარწმუნებული ვარ, მე რომ გამეკეთებია კარიერა ცოტა უფრო დიდ არეალზე, იგივე რუსეთში, შეიძლება ვიღაცა მისაყედურებდა, მაგრამ გაცილებით მისაღები ვიქნებოდი აი ცნობებისთვის, ვინც აზრზე არ არის, ვინ მღერის კარგად, ვინ მღერის ცუდად, ვინ არის კარგი, ვინ არის ცუდი, არიციან. რეპერტუარს ხო არ გიწუნებენ? არა, რეპერტუარი უნდა დამიწუნონ. მე მაქვს ყველანაირი რეპერტუარი. 6 განსხვავებული პროგრამა მაქვს. სრულიად თავიდან ბოლომდე შემიძლია რომანსები, კამერული რეპერტუარი, ქართული რეპერტუარი, ჯაზური რეპერტუარი, რუსული რომანსები, რა ვიცი, არ შერეული ქართველი კომპოზიტორები, ქართული მარგალიტები, ქალი კომპოზიტორები, საავტორო ჩემი სიმღერებისგან შემდგარი კონცერტი. როგორიც გაეხარდებათ ისეთი კონცერტი შემიძლია გავაკეთო. თბილისზე 8 სიმღერა მაქვს საკუთარი და კიდე 9 ზღერის სხვისას. რას ნიშნავს რეპერტუარი? არა. მიზეზიც არა აქვს სათქმელი, უბრალოდ ესეა და მორჩი. და თქვენ რა მიზეზს გეუბნებიან?
არაფერს ვერ მეუბნებიან, რა ვიცი, ვაიმე ხო რა არიციან, რაღაც ორგანიზატორმა ასე ჩათვალა ეხლა საჭიროთ ისე. ანუ ერთმანეთს აბრალებენ. რა თქმა უნდა, უკვე აღარ, არ წესი უკვე მეცინება, მართალია გითხრა, ძალიან კომიკურია ეს ყველაფერი, მაგრამ გულის დასაწყეთი არის. თუმცა ამასობაში დრო მიდის. აი ზუსტად, მაგრამ მაგიტომ არის გულის დასაწყეთი, იმიტომ რომ მე ხო ყვავი არა ვარ, ადამიანი ვარ. კიდე ერთი 10 წელი კარგი ვიქნებ გად ფორმაში, ნუ 15, ნუ 20. მე ხო აღარ არის არა და ეს 20 წელი თუ ამაში გავიდა კიდე როგორც წინა 20 გავიდა რაღაც. ის 9 წელი გასაგებია რაღაცა ცოტა გაუგებრობა და კონფლიქტი მქონდა მე წინა ხელისუფლებას ნახო ის გადაღებული 9 წელი. ეხლა ხო აღარ არის. ეს ხელისუფლება ხო ძალიან ჩემიანები არიან, თუმცა ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს. რა ხდება მე ვერ გვეუბნები. აი